მოგესალმებით. დღეს მინდა რომ ერთად გავემგზავროთ ძალიან საინტერესო სამყაროში და აღმოვაჩინოთ თუ რა იმალება საქართველოს მუსიკალური სულის სიღრმეში. აი დაფიქრებულ ხართ ოდესმე რა ხმა აქვს ქვეყანას, როგორ ჟღერს მაგალითად მთელი ერის სული. ხო და საქართველოში იცით, ამ კითხვაზე პასუხს ხე სიმი და ხაერი გვაძლევს. სწორედ ეს ინსტრუმენტებია თაობიდან თაობას რომ გადაეცემა და ჩვენს ისტორიას ყვება. კარგი, მოდით უფრო დეტალურად ვნახოთ. საქმე ისაა, რომ ქართული ხალხური საკრავები ხომ იცით, უბრალოდ ნივთები არ არის მუსიკის დასაკრავად. არა, ეს ჩვენი კულტურის, ჩვენი რიტუალების, ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და რაც მთავარია, სწორედ მათი განუმეორებელი ხმები ქმნის იმ საოცარ ქართულ პოლიფონიას, სადაც რამდენიმე დამოუკიდებელი მელოდია ერთ დიდ ჰარმონიულ ამბავს გვიყვება. მოდით, ჩვენი მოგზაურობა სიმებიანი საკრავებით დავიწყოთ. შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან ქართული მუსიკის მთავარი მთხრობელი, სოლისტები, რომლებიც ამბებს გვიყვებიან. დაი, მაშინვე ვხედავთ ორ მთავარ გმირს, პანდურსა და ჩონგურს. ერთი შეხედვით გვანან, მაგრამ სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ. წარმოიდგინეთ, პანდური აღმოსავლეთ საქართველოს სოლისტია, 3 სიმით, ჩონგური კი 4 სიმიანი, უფრო დასავლეთშია და ვოკალს სიმღერას უწევს აკომპანიამენტს. ერთი სოლისტია, მეორე აკომპანიატორი. აი ჩონგური, როგორც თქვით, დასავლეთ საქართველოს ხმაა, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის. მისი 4 სიმი და მსხლისებრი ფორმა თითქოს სპეციალურად არის შექმნილი, რომ ქალის ნას სოლო სიმღერას გახვეს ფონად. ძალიან რბილი და ლირიკული ჟღერადობა აქვს. პანდური კი სულ სხვა, სამსიმიანი წაგრძელებული ნავისებრი ფორმით, ეს უკვე აღმოსავლეთ საქართველოს სულია. ქართლი, კახეთი, თიულეთი. აი აქ ის სოლისტია. ჩონგურისგან განსხვავებით, პანდური დამოუკიდებლად თავის ამბავს ყვება მელოდიით. კარგი, ახლა მოდით ბარიდან თაში ავინაცვლოთ. წარმოიდგინეთ მაღალი კლდოვანი მთები და აი სწორედ აქედან ისმის ჭიანურის ხმა. ჭიანურს ხემით უკრავენ და მისი ხმა თითქოს თავად მთები გვიყვებიან საგმირო ამბებს. ეს არის მთის ხმა, კაცრი, ზოგჯერ სევდიანი, მაგრამ ყოველთვის ამაყი და შთამბეჭდავი. სიმებიდან ახლა ქარის სუნთქვაზე გადავინაცვლოთ, ანუ ჩასაბერ საკრავებზე. მათი ხმები პირდაპირ ბუნებასთან, ჩვენს პეიზაჟებთან ასოცირდება, თითქოს თავად ქარი მღერის. და ნახეთ, როგორი თანმიმდევრობა გვაქვს. სალამურის ნაზი, პასტორალური ხმიდან, გადავდივართ დუდუკის სულიერ, ხავერდოვან ტემბრზე და ბოლოს ვასრულებთ ზურნას გამაყრუებელი სადღესასწაულო მოწოდებით. ნამდვილი კრეშჩენდოა. სალამური ალბათ ყველაზე ძველი ქართული საკრავია. მას ლერწმისგან ან ხისგან ამზადებენ და მისი ხმა პირდაპირ მწყემსურ ცხოვრებასთან, იდილიასთან ასოცირდება. და რაც ძალიან საინტერესოა, არსებობს ტყუპლულიანი ვერსიებიც. წარმოიდგინეთ, ერთი ლულა მელოდიას უკრავს, მეორე კი ერთ უწყვეტ ხმას გამოსცემს. ეს ქმნის ძალიან საინტერესო მრავალშრიან ჟღერადობას. დუდუკს რაც შეეხება, ეს სულ სხვა განწყობაა. მისი ხავერდოვანი რბილი ხმა, რომელიც ორმაგი ლერწმის წყალობით მიიღწევა, პირდაპირ სულში ჩამწდომია. ის ერთნაირად კარგად ჟღერს როგორც მარტო, ისე ანსამბლში და მუსიკას განსაკუთრებულ სითბოს სცენს. და აი ზურნა, მისი ხმა რო გაიგონო, სახში ვერ გაჩერდები. ეს არის მჭახე, ძლიერი, გამჭოლი ხმა, რომელიც პირდაპირ ზეიმისთვის, დიდი დღესასწაულებისთვის აშექნილი. და როცა ზურნას დოლის რიტმიც ემატება, იქ უკვე ნამდვილი დღესასწაული იწყება. კარგი, მელოდიას რიტმი ჭირდება, არა? მივედით მუსიკის გულისცემამდე. ეს დასარტყამი საკრავებია, ხალხის პულსი, რომლის გარეშეც არც ცეკვა იარსებებოდა და არც ზეიმი. და ამ გულისცემის ცენტრში, რა თქმა უნდა, დოლი დგას. ეს ორმხრივი, ცილინდრული დოლი ქმნის იმ ფუნდამენტურ რითმოს, იმპულსს, რომელზეც ყველაფერი აგებულია, მუსიკაც და ცეკვაც. და იცით რა არის დოლში ყველაზე საინტერესო? ის რომ მას ორი სრულიად განსხვავებული ჯოხით უკრავენ. სქელ ჯოხს დედას ეძახიან და ის მთავარ საბაზისო რიტმს ქმნის. წვრილ ჯოხს კი შვილს, რომელიც ამ ძირითად რიტმს რთული დახვეწილი ფიგურებით რთავს. აი ასეთი საინტერესო დიალოგია დედასა და შვილს შორის. დოლის გარდა რიტმს დაერაც ქმნის. ეს რგოლის ფორმის დოლია, რომელსაც შიგნით ლითონის ჟღარუნები აქვს. ეს ჟღარუნები რიტმს განსაკუთრებულ ხიბლს ძენს. და აღსანიშნავია, რომ დაირა ხშირად სწორედ ქალთა მუსიკალურ ტრადიციებში გვხვდება. და იცით, რა არის ყველაზე მთავარი? ის რომ ეს ყველაფერი არ არის წარსული. ეს საკრავები მუზეუმის თაროებზე შემოდებული მტრიანი ექსპონატები არ გეგონოთ. ეს ცოცხალი ტრადიციაა, რომელიც დღესაც გრძელდება. აი, თუ შევაჯამებთ, ძალიან მარტივ და ლამაზ სურათს მივიღებთ. სიმებიანები, ესენი არიან მთხრობელები. ჩასაბერები ქმნიან მელოდიას. დასარტყამები კი რიტმს, ანუ გულისცემას. თხრობა, მელოდია და რიტმი, აი ეს არის ქართული მუსიკის 3 მთავარი საყრდენი.
ასე რომ, გინთაში საგმირო ამბავს უსმენდეთ და გინთ სოფლის მხიარულ ზეიმზე იყოთ, გახსოვდეთ, რომ ეს ხმები, ეს საკრავები ჩვენი კულტურის ცოცხალი მფეთქავი ნაწილია. დღეს სულ 8 ძირითად საკრავს შევეხეთ, მაგრამ თითოეული მათგანი თავისი უნიკალური ხმით საქართველოს დიდი ეროვნული საუნდტრეკის განუყოფელი ნაწილია. ეს ინსტრუმენტები ჩვენს წარსულს ინახავენ და დღემდე მოიტანეს, მაგრამ საინტერესოა, რა სიტყვიან ისინი მომავალზე, რა ახალ სიმღერებს იმღერებენ. ამაზე დაფიქრება ალბათ ღირს.